ქალაქო სასამართლოში რუსეთის მოქალაქე ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვა, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოსამართლე დაკავებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვაზე და მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობს. ადვოკატი მის დაკავებას მიმდინარე აქციებს უკავშირებს, რადგან ის თბილისში დემონსტრაციებში მონაწილეობდა. მისი თქმით, ის რუსეთში ყოფნის პერიოდში მონაწილეობდა პუტინის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში, მათ შორის ჩართული იყო უკრაინის ომის წინააღმდეგ დემონსტრაციებში. საქართველოში ყოფნისას ის ადმინისტრაციული წესით აქციებზე ორჯერ დააკავეს. 3 დეკემბერს კი მისი დაკავება უკვე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შენახვის ბრალდებით მოხდა. დაკავებული ბრალდებას არ აღიარებს. ეს ადამიანი 3 დეკემბერს დააკავეს დილით დაახლოებით 10 საათზე მის საცხოვრებელ კორპუსთან ქეთევან დედოფლის გამზირზე. როგორც ეს ადამიანი აცხადებს და მეც დარწმუნებული ვარ მის უდანაშაულობაში მას ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს პოლიციის თანამშრომლებმა. არანაირი ნეიტრალური სახის მტკიცებულება სამსახურის წარმომადგენელი არ არის, მათ შორის გულისხმობ რა თქმა უნდა ვიდეო ჩანაწერს. დადიოდა აქციებზე ჯერ კიდევ რუსეთში, შემდეგ აქ ერთხელ დაჯარიმებულიც იყო რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოც აქვს მოგებული. შემდეგ ერთხელ 18 ნოემბერს თესეუსთან აქციებისას მანქანაში ჩასვეს და მაშინაც ასე წაიყვანეს, მაგრამ უბრალოდ მიიყვანეს განყოფილებასთან თავისუფლების მოედანზე და გაჩხრეკეს. იქ უბრალოდ დაემუქრე მანქანაში და განყოფილებაში არც კი შეუყვანიათ. ანტონ ჩეჩინის ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. იგი დაკავებული იქნა ქეთევან დედოფლის გამზირზე 3 დეკემბერს მას პირადი რეკვიზიტს აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება ალფა პპ 4 გრამის ოდენობით. დღევანდელ სასამართლო პროცესში განიხილება მტკიცებულების დასაშუალების საკითხი, ასევე მოსამართლე იმსჯელებს აქ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვების აქტს. ბრალდების მხარეებს მიიღო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გავიდნენ კონკრეტულ ადგილზე ჩაუტარეს ჩხრეკა და ამოუღეს ნარკოტიკული საშუალება.